Get low when the whistle go. გამარჯობა ძვირფასო მაყურებლებო, მოგესალმებით ყველას. დღეს გასწავლით როგორ გავთიშოთ პროტოკოლი ტერედო და რა არის ეს და როგორ დავიცვათ თავი და რისგან. პროტოკოლი ტერედო არის პროტოკოლი, რომელიც იყენებს IPv6 ვინც ხომ იცით ალბათ გაიგებთ, ვინც ხომ არის და არ დაგიწყებთ ახსნას რა არის IPv6. ეს ძალიან გაგვიგრძელდება ვიდეო. მუშაობს პროტოკოლი ტერედო IPv6-ზე, რომელსაც იყენებს გადასაცემად IPv4-ს, რომელსაც ჩვენ ხმარობთ დღესდღეობით ინტერნეტი, რომელსაც მოიხმარს ჩვენ ინტერნეტი IPv4-ზე მუშაობს, მაგრამ გლახა ხალხს შეუძლია შემოვიდეს ჩვენ კომპიუტერში, ესა გამოიყენოს IPv6-ი. ასევე ამ IPv6 საშუალებით შეუძლიათ მოიპარონ ინფორმაცია ჩვენი კომპიუტერიდან, შემოვიდნენ ჩვენ კომპიუტერში და რას ვინც ხომ იცის თავისთავად ის და რასაც უნდათ იმას მოგპარავენ ან გააკეთებენ ჩვენ კომპიუტერში. და ასეთი ანტივირუსი 99%-ით თითქმის ვერ დაგიცემთ. ამიტომ ეს პროტოკოლი ტერედო აუცილებლად უნდა გავთიშოთ და ეხლა გასწავლით როგორ უნდა გავთიშოთ ეს პროტოკოლი. და თუ გაინტერესებთ რა არის ცლად პროტოკოლი ტერედო, შეგიძლიათ დაგუგლოთ და Google-ში ამოაგდებთ ინფორმაციას ამის შესახებ და მე ეხლა გასწავლით როგორ უნდა გავთიშოთ პროტოკოლი ტერედო. ხსნით კომანდის სტრაკას, აუცილებლად ადმინისტრატორის უფლებით. აი ესე. და აქ შევყავს შემდეგი რა. მე თავსვან აი დააპაუზეთ ვიდეო და როგორც მიწერია აქ ზუსტად ისე ჩაწერეს თქვენ net interface teredo set state disabled და შემდეგ მიეცით enter. ოკეი, დაეწერა, ოკეი, ტერედო გაითიშა. შემდეგ კი უნდა გადავტვირთოთ კომპიუტერი. ეხლა მე შემდეგ გადავტვირთებ ამ კომპიუტერს, ეხლა არ ვიზამ მაგას, თქვენ გააუცილებლად ამის შემდეგ გადავტვირთოთ კომპიუტერი და პროტოკოლი ტერედო გათიშული იქნება. აი ეს იყო ჩემი დღევანდელი ვიდეო. ვინცაც მოგეწონათ გამეიწერეთ არხით, თუ რამე შეკითხვებით გაგიჩნდათ, შეგიძლიათ მომწეროთ კომენტარებში. ეხლა კი გემშვიდობებით ყველას. აბა დროებით.